დავბრუნდით რეკლამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თქვენ უყურებთ ტოქ-შოუ ღია ეთერს და გადაცემის ამ ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ დევნილების პრობლემებზე. მინისტრი ბატონი დავით დარახველიძეა ჩვენი სტუმარი და იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ჩვენ სტუდიაში არიან. მე თავიდანვე ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, ჩემი შეკითხვების რაოდენობა შეუკვეთს ამ ბლოკში და ჩვენ სტუმრებს დაუთმობ უფრო მეტ დროს იმისთვის, რომ თავიანთი პრობლემების შესახებ ისაუბრონ. მე მინდა ვიდრე გადავიდოდეთ დიალოგზე მინისტრთან, ინტერაქტივის შეკითხვა გავიმეორო კიდევ ერთხელ, ინტერაქტივი გადაცემის დასრულებამდე გრძელდება. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შენელება? პირველი, კოაბიტაციამ და ხელის შეშლამ, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა თქვა, მეორე, მთავრობის პოლიტიკა, მესამე, სხვა ობიექტურმა მიზეზებმა. 10.000-მდე ზარი ამ დროისთვის შემოსული, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სასურველი პასუხი დააფიქსიროთ, ყველა ზარი უფასოა. ახლა კი ვიწყებთ ჩვენს საუბარს. ბატონ დავით, ვიდრე კონკრეტულ შეკითხვებზე გადავალთ, ამ 1 წლის განმავლობაში რა შეიცვალა დევნილთა ყოფაში? მას შემდეგ, რაც თქვენ ხართ ხელისუფლებაში და კოალიცია ქართული ოცნება. ვფიქრობ, ძნელი შეკითხვაა. საკუთარ თავზე და რაღაც შედეგზედაც საუბარი არ არის იოლი. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას ის რაც არის რეალურად. მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარი რაც შეიცვალა, ეს არის ურთიერთობა სამინისტროს ხელმძღვანელობასა და დევნილებს შორის უშუალო. როცა ჩვენ მოვედით, იყო სერიოზული ნებათა ღელვა, უკმაყოფილება სამინისტროსთან სხვა ადგილებში. დევნილებმა აიციან, სამინისტროს აქვს ორი შესასვლელი, ერთი საიდუმლო და მეორე ცენტრალური. და ისინი ვერ ხვდებოდნენ ხელმძღვანელობას, რომელიც დადიოდა საიდუმლო შესასვლელიდან. მე 1 წლის მანძილზე არ მისარგებლია იმ შესასვლელით. ყოველ დილით მინიმუმ 10-15 წუთი და რაოდენობა დაახლოებით 10-15 დევნილი, სულ მინიმუმ, ზოგჯერ უფრო მეტი, ხვდება მე ყოველ დილით სამინისტროს შესასვლელთან და ზოგჯერ საკმაოდ ცხარე, ზოგჯერ მძიმე, ზოგჯერ სასიამოვნო, მაგრამ ამ ურთიერთობის ფონზე შევდივარ სამინისტროში და ვიწყებ მუშაობას. და ჩვენ შევცვალეთ ის, რომ გავხსენით სამინისტროს კარი და შემოვიღეთ მიღების დღეები, ყველა დღე კვირაში, გარდა ორშაბათისა არის მიღების, მათ შორის სამშაბათი ჩემი, დანარჩენი დღე მოადგილეების. ეს გრძელდება დღემდე, თუმცა ნაკადი შემცირდა ცალკეულ საკითხებზე, ვთქვათ, საბინაო უზრუნველყოფის საკითხზე უკვე მე არ ვღებულობ, იმიტომ რომ ეს ძირითადად თბილისში თბილისელი დევნილების მოთხოვნილებაა ძირითადში და თბილისში 29 ივლისის შემდეგ მიმდინარეობს მუდმივად დღესაც გრძელდება განაცხადების მიღება დევნილების მხრიდან ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. სამწუხაროდ ის რაოდენობა, რაც ჩვენ მოვახერხეთ თბილისში და საქართველოში, საკმარისი არ არის არანაირად, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ეს არაფერია, არ იქნებოდა სწორი და მე გადავალ ციფრებზე, უკვე გამძლე დროში ჩვენ 752 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართობები ქალაქის ტიპის კორპუსებში და 60-მდე ოჯახს შეუძინეთ კერძო სახლები სოფელ ადგილებში საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად. წლის ბოლომდე ჩვენ ამ ციფრით გადავწდებით 1500-ს, იმიტომ რომ მომზადდა ეს პირობები უკვე და მხოლოდ მომავალ კვირაში 160 ბინას გადავცემთ ჩვენ სამ სხვადასხვა ობიექტში. და ესეც უკვე გარკვეულად პრობლემა შეიქმნა ობიექტის გახსნა და ამ ობიექტში დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადანაწილება. და გარკვეულად მცირედ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ნდობის ხარისხმა ურთიერთობაში მოიმატა და გაჩნდა იმედი იმისა, რომ ცოტა იქნება თუ ბევრი იქნება, ეს იქნება სამართლიანად გადაწყვეტილი. გასაგებია. მე მინდა მოგცეთ სიტყვა თქვენ და დასვათ კონკრეტული შეკითხვები, ან ისაუბროთ თქვენი პრობლემის შესახებ, რომელიც ხართ პირველ რიგში მზად. აი თუ შეიძლება მიაწოდეთ მიკროფონი. გალბატონს. მოგესალმებით ყველას და მინდა დავსვა ასეთი შეკითხვა. შეკითხვა კი არა, უფრო ცოტა ექსკურსი გავაკეთოთ ბატონო ვახო, რამე თუ ეს 20 წლის განმავლობაში ძალიან რთულია ხიზანი იყო შენსავე ქვეყანაში და ფაქტიურად არც პოლიტიკური, არც არანაირი ნება ჯერჯერობით ჩვენ არ ვხედავთ, რომ წინ წაწეული იყოს დევნილთა საკითხები.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბატონი დავით არახველიძე დღეისდღეობით აგვარებს ყველანაირად, მაგრამ უნდა იყოს ნება კიდევ სხვა მინისტრების, პრემიერ-მინისტრის, რომელიც დაგვპირდა ჩვენ ფართების დაკანონებას და ყველანაირად ხელის შეწყობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი დავით არახველიძე მიწა, რომელსაც შევეწირეთ და ბრძოლას თბილისში ჩვენთვის განკუთვნილი არ იყო, რომ აშენებულიყო სახლები. ეს მიაღწია ბატონმა დავითმა შეიტანა მთავრობაში და მისცეს თანხმობა, რომ სახლები აშენებულიყო. ალბათ თვითონ მოგახსენებ თვითონაც, მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს ნება მანამ რატომ აღარ იყო, როდესაც 1500-მდე ობიექტი დღეისდღეობით გაყიდულია ყველა, ვიყინები, დევნილები და მე პატრონებს ჩვენ უნდა ვთხოვოთ გაზიფიცირების შესახებ. ქალაქის მერმა, რომელსაც მე ტაშფანდურა უწოდე, სხვა გადაცემების დროს და დღესაც ამას ვამბობ, ფაქტიურად არ გაითვალისწინა არანაირი, თუმცა თბილისელები გვიწოდა, მაგრამ მას და განსახლების სამინისტროს თანადაფინანსებით უნდა გაეკეთებინათ ეს. როგორ უნდა მოაგვაროს თუ არ იქნა ნება მთავრობისა გადაწყვეტილება, რომ ხალხს მიეცეს გაზიფიცირების საშუალება. დაუმტკიცდეს ის ბინები, ვერც ერთი, ვერც დარახველიძე და ვერც სხვები ვერ გააკეთებენ, თუ არ იქნა ეს მოწოდება მთლიანად მთელი საქართველოსი, რომ დაუმტკიცდეს ფართები 1500-მდე ობიექტი, ყველა გაანათხოვრა, ყველა გაყიდა მიხეილ სააკაშვილმა. გასაგებია, კარგით, მოსაზრებები კიდევ მოვისმინოთ, რაც გაქვთ ან შეკითხვები, აი თუ შეიძლება გვერდზე ქალბატონს მიაწოდეთ. თავარი პრობლემები დღეს რაც აწუხებ დევნილებს ქალბატონს. ძალიან მოკლედ ვეცდები მოგესალმებით ყველას. ცოტა უკან თუ არ დავიწყე და ბოლოდან თუ არ დავიწყე, დღევანდელ დღევარზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ 20 წელი გავიდა, ყველასთვის ცნობილია ეს 20 წელი გავიდა და პიროვნება რომელსაც თქვენი მონამორჩილი დღეს გელაპარაკებათ, რომელსაც ვერ მეუღწევია იმისთვის, რომ მემორიალი, აფხაზეთის მემორიალი რო დგას ომში დაღუპული ოჯახი ვარ, მეუღლე მყავს დაღუპული, იმისთვის ვერ მომიხსენებია და ანგარიში ვერ ჩამიბარებია, რომ მისი ცოლშვილი თვითონ მშობლიურ მიწაში განისვენებს და მისი ცოლშვილი რო დღესაც ქუჩაში დადის. ეს გამიკეთა ძველმა მთავრობამ თუ მე ახალ მთავრობას არ შევეხები, უგულო ხალხი, რომლებმაც 30 წელი შვილო ვემსახურე აფხაზეთში ქართული ენის შენარჩუნებას. იქ სადაც ქართული ენა არ ფასობდა, არა ქართულ სკოლაში მუშაობდი ქართული ენის მასწავლებლად. არ გამიშვია თათარი, ოღლები მყავდა, ბავშვები, მოწაფეები. არ გამიშვია რუსი, თათარი, არავინ სხვა ეროვნების ხალხი, რომ ქართული წერა კითხვა მაინც არ ვასწავლე. როცა კვირეული დატვირთვა, ჰქონდა ერთი გაკვეთილი, ანუ ორი კვირეული და ასეთმა ქალმა, ასეთმა 4 შვილის დედამ საქართველოში ვერ პოვე ჩემი კუთვნილი ადგილი. დღესაც დავეხეტები ქუჩაში უსახკაროდ. ახალი მთავრობა ქალბატონო, აი ერთი მე მესმის. დღევანდელ მდგომარეობას ვიტყვი. ეხლა მთავრობა, რომელიც არის და რომლის წარმომადგენელი აქ სტუდიაში ზის, მან უნდა სცადოს, რომ გადაგიწყვიტოს ეს პრობლემა. ამიტომ დღევანდელ პრობლემაზეც ისაუბრეთ თუ შეიძლება. ის მინდა მოგახსენოთ, იმედით ცხოვრობდი ეს 1 წელი, იმედით ცხოვრობდი, დღეს ჩემი პრობლემა გადაწყვეტილია. ჩემი ოჯახის და კიდე ბევრი ჩემი ოჯახის ნაირების. ზუსტად 27 სექტემბერს მინდოდა ჩემი მეუღლე, ის რომელიც გვარი იქ აწერია, მე მინდოდა მომეხსენებინა, მაგრამ ცოტა დაიგვიანა ამბავმა და დღეს იქნება თუ ხვალ მე წავალ და გასაგებია, მაგრამ არ მითხრათ ეხლა რომ პრობლემები არა გაქვთ ქალბატონო. აი ეს არის გადაცემა, სადაც პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. არ შეიძლება შვილო იმისი, მაგრამ ბინით მოსახურების პრობლემაში დღევანდელ ჩვენს სამინისტროს წარმომადგენლებს თუ მთავრობას, ვისაც ეკუთვნის და ხელისწიფებოდა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე დავინაბულიყო. დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას. პრობლემები როგორ არა გვაქვს. ხო, და ამის შესახებ მინდა რომ სწორედ ვისაუბროთ. პრობლემები ეხლა კი არ დაწყებულა ჩვენი. პრობლემები უკვე 20 წელია მოდის. მანამდე გვატყუეს 9 წელია ის ჩვენი მოტყუებაც შეწყვიტეს, საერთოდ არაფერს არ ვფრინდებოდნენ. ეხლა რაღაცა იმედი გვაქვს. ჩაგვესახა ეს იმედი, როცა მივალთ სამინისტროში ნორმალურ ადამიანურ პასუხს გავცემენ მაინც. ეს არის ჩვენი პრობლემა, ეს იყო ჩვენი პრობლემა, რომ არავინ ჩვენ არ გვისმენდა. არავინ. და დღეს იმედი გვაქვს, რომ რაღაცა გაკეთდება. პრობლემები იმედი და მოსმენა ეს ერთია, მაგრამ აი მოდით იმ კონკრეტულ პრობლემაზე ვისაუბროთ. პრობლემები ბევრია, ჩვენ ჩასახლებაში ვცხოვრობ. მე მაგალითად თბილისის ზღვაზე ვცხოვრობ. 3000-მდე დევნილია იქ თბილისის ზღვაზე. წყნეთის მერე ყველაზე დიდი ჩასახლება. როგორ არ არის პრობლემები გვაწვიმს, ეხლა დაიწყო
სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აგერ თანხას აძლევენ სოციალურად დაუცველებს, ჩვენ შეშას შეკვდნენ და რაღაცეები კეთდება და ამიტოა რომ ჩვენ აი თავს ვიკავებთ, რომ არ გვინდა რომ იმედი გვაქვს, რაც მთავარია იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება და დარწმუნებული ვარ, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენთვის რაღაცა გაკეთდება. კარგი, შეკითხვა თუ გაქვთ მინისტრთან კონკრეტული, შეგიძლიათ დასვათ, მაგალითად, თქვენი სოციალური პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თუ შეიძლება უკან გადააწოდეთ მიკროფონი. მე მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. ბატონო დავით. მეუღლე მყავს დევნილი აფხაზეთიდან, მე მყავს 4 შვილი და ჩემი მეუღლეს მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლავთ. 6-7 დედმამიშვილები არიან. და ცხოვრობენ კომპაქტურად, რა თქმა უნდა და 20 კვადრატია ალბათ. ჩვენ კონკრეტულად 9 სული ვწერი ვართ ერთ ოთახში. და ამიტომ იძულებულები ვართ რომ გავედით ცალკე ქირით ცხოვრობ უკვე 7 წელია. ხო და აი მაინტერესებს არა ვარ სოციალურად დაუცველი, იმიტომ რომ მანქანა ყავს შემეუღლეს და ამიტომ არ გვაქვს ეს საბუთი. და რამდენად დაისახება ეს დაუცველობა, ეს სიღარიბის ზღვარი იმაზე რომ მე ანკეტა შევავსე, რომ გავფართოვდე. ხო და მაინტერესებს როგორი გადაწყდება ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ბავშვების განვითარება მე მგონი უფრო მეტად მნიშვნელოვანია დღეს, რომელიც არასრულწლოვნები არიან და ერთ პატარა ოთახში რა იტყვიან, იგუდებიან, რა მგონი ჟანგბადის უქონლობის გამო და იქნება კონკრეტულად ამიხსნათ. შეიძლება დააზუსტეთ დაკანონებული გაქვთ თუ არა? არა, დაკანონებული როგორ გვექნება ბატონო დავით? არა, იცით როგორ არის, ჩემ დედათილმა უკვე შეიტანა განაცხადი, რომ დაიკანონოს ის ოთახში, რომელშიც ის ცხოვრობს, იმიტომ რომ ის იქ უნდა დარჩეს თავის მეუღლესთან და თავის ერთ გოგონასთან ერთად, რომელიც გაუთხოვარია. ჩვენ გამოდივართ როგორც ცალკე ოჯახით და ცხოვრობთ ქირით. გასაგებია, მოვისმინოთ პასუხი. კი, მოგცემთ შესაძლებლობას მოვისმინოთ ამ შეკითხვაზე, ამ მოსაზრებაზე პასუხი. ესე იგი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში უკაცრავად პასუხს გასცემს და შემდეგ თქვით. მე იმიტომ დავაზუსტებინე კითხვა, რომ არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც 9 სულიან ოჯახს დაკანონებული აქვს მართლაც ერთი ოთახი და იმის მესაკუთრე არის 9-ვე. ასეთ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ კანონმდებლობა აღარ გვაძლევს იმის უფლებას, რომ რომელიმე მათგანი განხილულ იქნეს კიდევ ბინის მაძიებლად და მას გადაეცეს ახალი საცხოვრებელი ფართი, იმიტომ რომ ეს დაკანონება მომხდარია პრეზიდენტის განკარგულებით და საჭიროა შეიცვალოს პრეზიდენტის განკარგულებით. და რადგან მათ დაკანონებული არ აქვთ, ისინი შეავსებენ განაცხადს და მგონი თქვა ბრძანა გოგონამ რომ განაცხადი მან შეავსო, თუმცა იმის გამო და მექნებაო თუ არა უპირატესობა როგორც ექნება თუ არა უპირატესობა თქვა არასოციალურად დაუცველს როგორ იქნება თანაფარდობა მათი თქვა სოციალურად დაუცველებთან და სხვა მდგომარეობის დევნილებთან იმის გამო რომ სამწუხაროდ ამ ერთი წლის მანძილზე არ შეგვეძლო და დღეისათვის კიდევ არ არის შესაძლებელი და გარკვეული დრო და სახსრები დაჭირდება იმას რომ ჩვენ შევქნათ იმდენი საცხოვრებელი ფართი რამდენის მოთხოვნა და საჭიროებაც არის და ეს არის მინიმუმ 40,000 სამწუხაროდ ამიტომ ჩვენ მივიღეთ ნორმატიული დოკუმენტი განსახლების კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც ხდება რიგისობის დადგენა. ანუ თქვათ, გვყავს პირობითად 100 მთხოვნელი და გვაქვს 10 ბინა. როგორ ავარჩიოთ ამ 100-დან 10? ამიტომ ეს კრიტერიუმები სწავლობს ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობებს და მისი ცხოვრების მდგომარეობის სიმძიმეს ხარისხს და პირველ რიგში ბინებს იღებენ ისინი, ვისაც უფრო მძიმე მდგომარეობა აქვს. ამიტომ იმასთან შედარებით, ვისაც საერთოდ არაფერი არ მიუღია 20 წლის მანძილზე, არის სოციალურად დაუცველი, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ოჯახში არის ომის ვეტერანი, შეიძლება იყოს ასეთი გარდაცვლილიც, არიან მრავალშვილიანი ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვები 3-ზე მეტი და ასე შემდეგ. ისეთები ღებულობენ უპირატესობას და ქულათა სისტემით ხდება ეს ჩვენ მომავალ კვირაში თბილისში უკვე უნდა გადავცეთ ყვარელის ქუჩაზე 85 ოჯახს ბინა და ქულათა სისტემით თანაფარდობა ასეთია პირველი ნომერი არის ვინც 15 ქულა მიიღო და ეს არის უკიდურესად გაჭირებული. ურთულესი სიტუაცია დახატა ამ ადამიანს, მაგრამ მას შეიძლება არ მოუწიოს ამის. მას შეიძლება დღეს
და წელს არ მოუწიოს, იმიტომ რომ მან აღნიშნა რომ მეუღლე მუშაობს და ვისიც არავინ არ მუშაობს. იქნებ კრიტერიუმებია ბატონ დავით შესაძლებელი რომ არა, ესე იგი სამწუხარო რეალობაა ეს, ჩვენ გვიწევს შერჩევა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფსა და მძიმე მდგომარეობაში მყოფს. კარგით, კიდევ ერთი რეპლიკა. ჯგუფის ჩამოყალიბება ისე რომ ხდებოდეს შეფასება იმ ოთახების, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თქვათ. ესეც ხო არის შესაძლებელი. მარტო იქ რაღაც ხარჯებზია ლაპარაკი და რაღაც ქულების დაგროვებაზე და იქნება სოციალურად დაუცველი, რომელიც სამსულიანია. ის წინა პლანზე დგება და ჩვენ მრავალშვილიანი, რომელსაც სოციალური არ გვაქვს, უკან პლანზე ვინაცვლებთ. აი, ცოტა არარეალური არ არის, ჩემი აზრით. არ არის არარეალური, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველი არის. სოციალურად დაუცველი ეს ნიშნავს, რომ ის არის სიღარიბის ზღვარზე უფრო დაბლა. ქულათა შეჯამება ხდება, მე როგორც აღვნიშნე, მრავალშვილიანს აქვს თავისი უპირატესობა. მაგრამ თუ არის სოციალურად დაუცველი, თან მრავალშვილიანი, თან შეზღუდული შესაძლებლობის, თან ფსიქიურად დაზარალებული, ის ღებულობს უფრო მეტ ქულას. რაც თქვენ ბრძანეთ გადამოწმება, ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რომელიც მიმდინარეობს თბილისში. ესე იგი, ერთი ჯგუფი ღებულობს განაცხადებს დევნილი ოჯახისაგან. შემდეგ როცა სრულდება ამა თუ იმ ობიექტზე განაცხადების მიღება ჩაბარების აქტით ეს განაცხადები გადადის უკვე სამინისტროში მომუშავე მეორე ჯგუფთან, რომელსაც არ აქვს არანაირი შეხება დევნილთან. მან არ იცის ისევე როგორც ეს განათლების სისტემაშია, ვისი ოჯახის ქულებით შეფასებას ახდენს. თუ თქვათ გვარით და სახელით არ ამოიცნო. ახდენს ქულების მინიჭებას, შემდეგ ეს გადაეცემა მესამე ჯგუფს, რომელიც მიდის ადგილზე. და რეალობაში ამოწმებს. მაგრამ თავარი პრობლემა აქ, ანუ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არის ფინანსები, რომ სახელმწიფოს არ ყოფნის. თავარი პრობლემა არის ფინანსები, რაოდენობა. მიმართულებით არის ბატონ დავით სამუშაო, რომ დევნილებისთვის უფრო მეტი თანხა იყოს გამოსახული. იქნებ კი არა, ეს პრობლემები მოგვარდეს. იქნებ კი არა, მაგ მიმართულებით არის. ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ მთავრობამ ზოგადად და არა მარტო სამინისტრომ. ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტები და ქალბატონმა აღნიშნა აქ, რომ თბილისში არ იყო დაშვებული ახალი მშენებლობა დევნილებისათვის. და ეს ცვლილება ჩვენ შევიტანეთ და ჩვენი მიდგომა არის ასეთი, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, მე წინა ხელისუფლების კრიტიკას არ მოვყვები, მაგრამ განსხვავება უნდა აღნიშნო. გახსოვთ ყველას, როდესაც ადამიანები წაიყვანეს თბილისიდან ფოცხოვეწერში, წაიყვანეს ფოთში, წაიყვანეს ბათუმში და მათი უმრავლესობა დღეს ისევ თბილისში დაბრუნდა. ჩვენი მიდგომა ასეთია, ყველას მოუგვაროთ საცხოვრებელი პირობები იქ, სადაც ისინი 60 წლის მანძილზე დამკვიდრდნენ, მოახდინეს ინტეგრაცია და ზოგს სამსახური აქვს რაღაცა ელემენტარული, ზოგი ბაზრობაზე მუშაობს, ზოგს სწავლის საკითხი აქვს აქ მოგვარებული, ზოგს აქვს სამწუხაროდ ისეთი მდგომარეობა, რომ არ უნდა იქიდან შორს წასვლა და ეს არის ოჯახის წევრის საფლავი. თბილისის რაიონებსაც შორისაც კი არჩევანს აკეთებენ. მაგალითად, გლდანში მცხოვრები შვილმკვდარი დედა მეუბნება მე, რომ დაველოდები მე მირჩევნია იყოს ეს გლდანში და ცოტა გვიან ვიდრე სხვაგან, იმიტომ რომ იქ არის შვილის საფლავი. ბატონო, მოусმინოთ თუ შეიძლება კიდე. ბატონო დავით. პატარა ლიახვის ხეობიდან ვასილი ჯავახიშვილი. ვიყავი ისანში, ჰოსპიტალში გამოგვრეკეს იქიდან, გამოვყარეს. წამამიყვანეს ხან კოტეჯი იყო, ხან ფული იყო. საერთოდ არც ერთი არ იყო. მე მითხრეს ფულზე დაწერეო. კოტეჯი აღარ არის. დავწერე ფულზე. ფულზე დავწერე. მე მითხრეს ჩავედი ბანკში. ბანკში მითხრეს, პაპაო, ფული არა იღებო და თუ ავიღე შვილო აქ რა მომიყვანა მეთქი კაცო. მე მითხრეს კოტეჯი გამოჩდა, აი ეს ბინა გამოჩდა კოდის დასახლებაში ვიმყოფები ახლა მე. და ბინა გამოჩდა არ წახვალო. მე უთხრა დიდი სიამოვნებით რატომები წამიყვანეს სხვის გამონაცვალ ბინაში, გადაიყვანეს ის მე-9 კორპუსში. იმას მიართვეს ბინაცა და ნაკვეთის 50. ეს როდის ხდება, ბატონ ჩემო? როდის? თითქმის აი ახლა მე-3 წელია დავდივარ და მაგდანას რუგზასავით სამართალი ვერ ამნახე. და ახლა რა მოხდა? მე მიყვანეს ამ ბინაში ბინა დამინტკის ეს. ახლა ამ ნაკვეთსა ეს პატრონი ხმარობს ისევა 3 წელიწადე. ყურსათ ესამენ მე ვარ აი ესე, აი გამოსული სულთნად ისე ბიჭი მყამ 98 წელში გაყრილი. ბიჭი მამაწერეს, რომელიც საქორწილო ბიჭებს და ბინები მისე და ის სოშვილი მე მამაწერეს და აი ამ დღეში ვარ და გეხვეწებით განიხილოთ ჩემი საკითხი. კი ბატონო, გასაგებია. გადაწოდეთ თუ შეიძლება გვერდით. მოგესალმებით. ბატონო დავით. გაჟღერებულია ქვეყანა მიწის. აღმოაჩინეთ სარდაფები, სადაც ლტოლვილთა და განსახლების დოვლათი და მატერიალური
ნივთები იყო თუ რაც იყო. რა იქნა ის იმის ბედი გვაინტერესებს. ჩვენამდე არაფერი მოვიდა, საწავიდა. მოგახსენებთ. თქვენ კი არა, აქ უნდა იყოს თქვენი წინამორბედი, აი მანმა მოგახსენოს. რატომ იმალებოდა, რატომ დაალპეს სარდაფებში ის? გასაგები. გააქვთ კიდევ შეკითხვა? ერთი პატარა შეისწმინდა. ჟურნალისტები მუშაობდნენ თავის დროზე ცხინვალში. გამოდიოდა გაზეთი. ეხლა ის გაზეთიც დაიხურა, რა თქმა უნდა, გორში გადმოვიტანეს სხვათა შორის ქართლი, შიდა ქართლის და ლიტერატურის ცხინვალი ერქვა მაშინ. ეხლა ის ჟურნალისტები დაიფანტნენ, ზოგი აქავარ, ზოგი სხვაგან. თუ შეიძლება რომ დაისვას საკითხი, რომელიმე გაზეთი აღდგეს, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა. კარგი, გასაგებია. ბატონო დავით, პირველ შეკითხვაზე ეს არის დაშვებული ხარვეზები და უკანონობა, რომელიც არაერთი იყო იმ დროს და ჩვენ ვცდილობთ და პერიოდულად იმის მიხედვით ვინ მოგმართავს ხდება ამ ხარვეზების გასწორება, თქვათ ოჯახის ხელოვნური გაერთიანების შემთხვევაში მისი თქვათ ნორმალურად ისე გაყოფა როგორც ეს საჭიროა, საკუთრებასთან დაკავშირებით ასევე გამოსწორება და ჩვენ დავიწყეთ ასე თქვათ ექსპერიმენტად ახალი კამპანია, რომელზედაც ვისაუბრე, თქვათ იმ ღირებულებაში, იმ ხარჯებში, რაც ჩვენ გვიჯდება, ერთი საშუალო ასე თქვათ საცხოვრებელი ფართის შექმნა ახლის თუ იმ ღირებულებაში ჩვენ პოულობთ ან თვითონ დევნილი ოჯახი იპოვის სოფელში საცხოვრებელ სახლს საკარმიდამოთი ჩვენ შევუძენთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ხდება გადამოწმება. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი სარგებლობს დღემდე დევნილის სტატუსით. ძალიან ბევრი მიეტმასნა ისე რომ თავის დროზე მიიღო სარგებელი და ისინი დღესაც აქტიურად ცდილობენ რომ განმეორებით თქვათ მიიღონ სარგებელი, იგივე შეუძინოთ მათ სახლი ან მივცეთ ბინა და ასე შემდეგ. ამიტომ პროცედურები არის აუცილებლად ჩასატარებელი, შესწავლა არის აუცილებელი ბოლომდე და როცა ყველაფერი დადასტურდება, თუ გვაქვს საქმე დაზარალებულ და დაჩაგრულ, ასე ვთქვათ, დევნილ ოჯახთან, ისეთთან, რომელზედაც ბატონი საუბრობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას რა თქმა უნდა დავეხმარებთ. რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, რეკლამის შემდეგ განვაგრძელოთ ჩვენი საუბარი რამდენიმე წუთში. დაბრუნდით კვლავ ღია ეთერში. დავით დარახველიძეა ჩვენი სტუმარი, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე ვსაუბრობთ. მე პირველ ნაწილშიც გითხარით, რომ უფრო მეტ დროს დაუთმობთ აუდიტორიას, რომელიც დევნილებისგან შედგება და რომლებიც თავად დაუსვამი შეკითხვას მინისტრს. გაბატონო, გისმენთ თქვენ, შემდეგ იქით. მოგესალმებით, ბატონო დავით. მე მაქვს ასეთი შეკითხვა, ჩემი შვილი, სამი შვილით ცხოვრობს კოდაზე, სამხედრო დასახლებაში და ოთახი მისცეს მაშინ ეს მეორე საკითხია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, მაშინ შავ სიაში ვეწერეთ ჩვენ მე შვილი მყავს პატიმარი და ვაპროტესტებდით ამას და მიტინგებზე დავდიოდით და თელი ოჯახი ვართ შავ სიაში, ამიტომ შეგვასახლეს 3-3-ზე ოთახში, რომელსაც ის სასადილო ოთახის არა აქვს, საერთოდ არა აქვს, მარტო სველი წერტილი პატარა, 60-60-ზე და 3-3-ზე არის ისეთი საძინებელი და სამი შვილი ცხოვრობს იქ. მერე იყო ძალადობა, რომ ორდერზე ხელი უნდა მოგვეწერათ, მაგრამ არ მოაწერა ხელი. გაუძულო იმ წნეხს, თორე იმაზეც დიდი წნეხი იყო, გაგდებით ემუქრებოდნენ ქუჩაში. აქვს თუ არა იმისი უფლება ახლა, რომ დაწეროს, შეავსოს ანკეტა და მიიღოს ნორმალური საცხოვრებელი ფართი. გასაგებია. დიახ, რა თქმა უნდა, უფლება აქვს. და საერთოდ ზოგადად ვიტყვი, ვისაც საკუთრებაში არა აქვს გაფორმებული თავისი საცხოვრებელი ფართი, ყველას აქვს უფლება იზრუნოს, იფიქროს თავისი პირობების გაუმჯობესებაზე. თუმცა, როგორც პირველ ნაწილში აღვნიშნე, როდესაც შეივსება განაცხადი ბინის მოთხოვნით, იქ რა თქმა უნდა აღინიშნება, რომ პატარა, მაგრამ საცხოვრებელი ფართი მაინც აქვს. და იმასთან შედარებით, ვისაც არაფერი არ აქვს, ერთი ქულით ნაკლები ექნება. გასაგებია, გაბატონო, თქვენი შეკითხვა. მოგესალმებით.
ბატონო დავით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაგეხადოთ იმ თბილი ურთიერთობისთვის, რომელსაც თქვენ ამყარებთ, თქვენი სამინისტრო დევნილებთან. დიდი მადლობა. მინდა დიდი მადლობა გადავხადო ბატონი გოგი ფაცაციას, ბატონ მურატ აბლოთიას და ყველა იმ მუშაკებს, ვის თქვენთან. ახლა მინდა პრობლემაზე მოგახსენოთ. ცხოვრობთ მექანიკურ ქარხანაში ჩუღურეთის რაიონში, საიშის ქუჩა. 20 წელია თითქმის ზოგიერთი 10 წელია ვცხოვრობთ, ვართ 40 ოჯახამდე, დევნილები და არადევნილები, სოციალურად დაუცველები. რამდენი ხანია გვინდა პრივატიზაცია, დაკანონება და ვერაფრით ვერ ვახერხებთ. და გვინდა კიდევ ერთი საკითხი, ცალკე გამრიცხვენება, ცალკე გვინდა მრიცხველი დაგვეყენოთ. ძალიან თქო მოგვაჩვენოთ. დავიწყებ გამრიცხველიანებიდან, ამაზე ჩვენ ენერგეტიკის კონკრეტულად თელასთან გვაქვს გრაფიკი გაკეთებული და მაისის თვემდე გამრიცხველიანება თბილისში უნდა დასრულდეს ყველა ობიექტის. რაც შეეხება დაკანონების საკითხს, აქ სამწუხაროდ პროცედურების გამო ჩვენ გვაქვს ჩამორჩენა იმ თვალსაზრისით, რომ სასურველია უფრო მაღალი ტემპი დაკანონების. დღეისათვის უკვე 26,000 ოჯახს აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი და მხოლოდ 15,000 აქვს ეს კერძო საკუთრებაში. წელს ერთი წლის მუშაობის შედეგად ჩვენ დაახლოებით 2,000-ის დაკანონებას 1,500 უკვე დაკანონებულია და წლის ბოლომდე იმედი გვაქვს, რომ კიდევ 500-მდე დაკანონდება. თუმცა ეს არ არის საკმარისი, თითქმის იმ ტემპშია, რაც ახალი საცხოვრებელი ფართების შექმნა და ჩვენ ვფიქრობთ იმის თაობაზე, რომ აქ პროცედურები როგორმე დავაჩქაროთ. ხდება ასეთი რამ, ყველა საცხოვრებელი ფართში მიდის ადამიანთა ჯგუფი, ახდენს ხელახლა აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. ახალი ნახაზის გაკეთებას და შემდეგ გრძელდება პროცედურები ეკონომიკაში, მთავრობაში, მერე პრეზიდენტთან, მერე ისევ ეკონომიკაში, ხელშეკრულების გაფორმება და მერე საჯარო რეესტში. ყველა უწყება თავის მხრივ ამოწმებს ამ ყველაფერს და ძალიან იწელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი პროექტი არის დამტკიცებული, შემდეგ მშენებლობის პროცესში ზუსტად ისე აშენდა, როგორც პროექტით არის, მაშინ იქნებ აღარ იყოს საჭირო იქ ადგილზე თავიდან მექანიკურად აზომვა და რაღაც ელექტრონულ სისტემაზე აქ გადავიდეთ, ისე რომ 2,000 კი არა, დავუშვათ წელიწადში ჩვენ შევძლოთ 7-8,000, 10,000 ბინის კერძო საკუთრებაში გადაცემა. ასეთ შემთხვევაში პრობლემა თქვენიც და იმ დანარჩენი 11,000-ის, რომელსაც აქვს ის საცხოვრებელი, რომელიც აკმაყოფილებს და უნდა კონდეს საკუთრებაში და აქ შესვენების დროს კონდა საუბარი, უნდა იცოდეს, რომ ეს მის შთამომავლობას გადაეცემა მემკვიდრეობით, ან თუნდაც ვისაც შეუძლია, თქვათ, ბიზნესში მიაღწიოს წარმატებას, ეს გამოიყენოს როგორც საკრედიტო რესურსი და კიდევ მეტი მოიგოს აქედან, დევნილებს ამის საშუალება ვისაც დაკანონებული არ აქვს, არა აქვს. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად გავაძლიერებთ მუშაობას და ის მონაცემი, რომელიც მე ვთქვი, რომ წელიწადში 2,000 უნდა რამდენჯერმე გაიზარდოს. ბატონ დავით, ვიდრე შესაძლებლობას მივცემ დასვა შეკითხვა, მე მინდა გითხოთ შემწეობებთან დაკავშირებით. ვარაუდობთ თუ არა, ან აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა იმას, რომ დევნილთა შემწეობა გაიზარდოს უახლოეს პერიოდში? ეს დევნილებმა უკვე ეციან, ახალი კანონ პროექტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ითვალისწინებს დევნილის შემწეობის ზრდას 45 ლარამდე. კანონ პროექტა გაიარა მთავრობა, გადავიდა პარლამენტში განსახილველად და რა თქმა უნდა, საშემოდგომო სესიაზე კანონი იქნება მიღებული. და მატება როდიდან? არის ერთი კითხვის ნიშანი იქ, ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით. კანონ პროექტი ჩვენი მოთხოვნით ჩვენი სურვილის შესაბამისად ითვალისწინებს ჯერ ჩვენ ეს გვინდოდა საგაზაფხულო სესიაზე და სურვილი ჰქონდა რომ შესულიყო წლის მეორე ნახევარში, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო რომ ეს ითხოვს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან ვერ მივიღეთ საბოლოო დასკვნები ფინანსთა სამინისტროდან და ამიტომ გადმოვიდა შემოდგომაზე. ახლა არის ასეთი ჩანაწერი, მხოლოდ ერთ პუნქტში რაც ეხება შემწეობის დას 45 ლარამდე, რომ ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვროს საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის კანონის მიღების დროს, მაგრამ ეს იქნება 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდიდან. ჩემი ცდილობა არის რომ ეს იყოს 1 იანვრიდან, ფინანსთა სამინისტრო ითხოვს 1 მარტს. მე იმედი მაქვს რომ დამოკიდებულია ეს რეგისტრაციის მიმდინარეობაზე და შედეგებზე, მე იმედი მაქვს რომ
პარლამენტში მივიღებ ხარდაჭერას, რომ ეს იყოს პირველი ამბები. მაინც ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ მოусმინოთ მოქალაქეებს გისმენთ. სარგებლებს შემთხვევით და მივეცალმები მთლიან საქართველოს უსურვებ კარგად ყოფნას, რა თქმა უნდა, მშვიდობას პირველ რიგში და წინსვლას. მოგესალმებით ბატონო დავით და მინდა მოგახსენოთ ჩვენი წამოსვლა არ მომხდარა 1 და 2 დღის ის არ იყო, რა თქმა უნდა, ეს 20 წლის მანძილზე ვარ დიდი ლიახვის ხეობიდან კოდაში ჩასახლებული 20 წლის მანძილზე იქ თითქმის რო იტყვიან ფრთხილებით გვეჭირა ის კუთხე. ძალიან მიყვარს და ძალიან ეხლაც რომ ვიხსენებ ყოველი კუთხე კუნჭული და ჩემი სახლის 39 წლის ნაშრომი და ნაწვალებელი ეგრევე დავტოვეთ. რა თქმა უნდა ჩემნაირები ბევრი არიან. ბოდიშს მოუხდი იმ დევნილებს, რომლებიც 20 წლის წინანდელები არიან. მე ვისურვებდი რომ დაუბრუნებულიყავით და ძალიან მინდა მოკლედ მიპასუხოთ რა გზით შეიძლება რომ დაუბრუნდეთ. მაგრამ რა კი მოხდა ჩვენი იქიდან წამოსვლა იძულებით იყო თუ როგორ იყო არ ვიცი, ჩავსახლდით კოდაში და ჯერ კიდევ გამორკვეულები არ ვიყავით. 16 ნოემბერს ჩავგვასახლეს კოდაში. მყავს 2 ინვალიდი შვილი. მყავს 2 შვილიშვილი. ერთი ღრმად მოხუცებული დედამთილი, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა. მყავს შვილი თავისი 2 შვილით, ქალიშვილი და ეს 6 სული და 1 ჩემი ქალიშვილი კიდე მიაწერეს ჩემს შვილს, ბიჭს. ვართ ერთ ოროთახიან ბინაში ჩასახლებულები, რომელშიც ფიზიკურად ცხოვრება არ შეიძლება ნამდვილად. არის ჩვენი ბინის დაბლა, მაპატიეთ ამ სიტყვის კანალიზაცია, ყოველწლიურად ხდება ამ კანალიზაციის არ ვიცი შეკეთება 5 წლის მანძილზე ჩადის ჩვენი ბინის დაბლა. ნამდვილად ვერ შევსულვარ, შეგვამოწმეთ. ეს არის რეალობა და მოვითხოვთ, როდესაც ჩავგვასახლეს 2009 წლიდან 16 ნოემბერს ჩავგვასახლეს მან. 2009 წლიდან დავიწყეთ განცხადებების წერა ყველა მთავრობას, მივმართეთ იმ მთავრობას, რომელმაც ჩავგვასახლა. ვიყავით აგერ ამჟამად ბოლო ჩვენი მისვლა იყო ცოტნიაშვილთან, კობახიძესთან. ერთი და იგივე პასუხი გვესმის. მუნიციპალიტეტიდან რომ დავიწყეთ, ავედით ტოლთა და განსახლების სამინისტროდან. ისინი გვაგზავნიან ტოლთა და განსახლების სამინისტრო, გვეუბნება თქვენი მუნიციპალიტეტის ბრალია და გვეუბნებიან მაპატიეთ, რომ ეს არის გაფართოება. თქვენ მოითხოვთ გაფართოებას. არა, ჩვენ დავრჩით მოტყუებულები, ნამდვილად არ მოვითხოვთ გაფართოებას, თავიდანვე ვართ მოტყუებულები და დღესაც არ აგვაქვს იმ ბინაზე ხელი მოწერილი. რომელ კრიტერიუმებს ველოდებით, რომელს მივეკუთვნებით. გასაგებია, თუ შეიძლება გვერდზე მიაწოდეთ მიკროფონი და შემდეგ ერთიანად უპასუხებს. ბრძანეთ თქვენ. მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი პრობლემები მაქვს განსხვავებულ ყველასაგან, იმიტომ რომ მე ვარ თამარაშენიდან, ვარ ორჯერ ნამყოფი ტყვეთ, მე და ჩემი უფროსი ბიჭი. ხო და მქონდა 6 სახლი. ერთი იყო საზიარო და გამოდიოდა 7 და მყავს 6 შვილი და მაკლია 1 შვილი უნდა მყოლოდა. და აი ეს პრობლემა გამომდინარეობს მანდედან, რომ აი ეს 6 შვილს ხო მივეცი სახლები 2003 წელში გავიყარენის. შევიძინე 99 წელში ოსებისგან, რო წავიდნენ თამარაშენისაგან. იყვნენ ჩვენი მოსაზღვრეები და ეს სახლები სულ შევიძინეთ ჩვენა. მე ესენი გავაკეთეთ, როცა გაიზარდნენ ბიჭების გოგოები და ბიჭები გავყარე და სულ ყველას მივეცი სახლები სათითაოდ. და აი პრობლემა იმაში არის, რომ მოგცეს 2 წილი მარტო. გეგონება თითქოს და ესენი იყვნენ პატარები და აკუნის ბავშვები და არ იყვნენ წლოვანები და არ ეკუთვნოდა. მე სახლები იმიტომ ვიყიდე და მე 2003 წელში რო გახდა 18 წლისა, ეხლა 27 წლის არის ეს ჩემი ბიჭი. ხო და აი მაშინ გავიყარენით. აი ამ გაყრას არასთვლიან კანონიერათა ბარდაველიძე. მე დარახველიძესთან საქმე არ მაქვს, ძალიან კარგი კაცია, პატიოსანი ყველანაირად. ეს ბარდაველიძე ესე იგი ნემსის ყუნწში ძურება, რომ არ მოგცეს ჩვენა. და მესამე კრუგზე წავედით სასამართლოში. უზენაესმა მომცა, საქალაქო მომცა, მაგრამ არასრულებს თავის ამის. კარგი, გასაგებია. მოდით აი ამ ორ საკითხზე ბატონ დავით და შემდეგ თუ არის კიდევ შეკითხვა და უნდა წავიდეთ დასასრულისკენ.
კარგით, მოდით უპასუხო შენ ამ საკითხს. ესე იგი, კოდის ჩასახლებას რაც ეხება და ოროთახიან საცხოვრებელ ფართს, რომელიც არ არის საკმარისი და როგორც აღნიშნა ქალბატონმა, მას არ აქვს ის საკუთრებაში, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება და საშუალება იმისა, რომ მან მოითხოვოს თავის პირობების გაუმჯობესება იმ პირობით, რომ როცა იქნება თქვა შესაძლებლობა მას მიეცეს სულადობის შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, ის დატოვებს იმ ფართს, რომელშიც დღეს იმყოფება. რაც ეხება კანალიზაციას და სხვა კომუნიკაციების პრობლემას, ჩვენ დღეს გავდიოდი ამ საკითხს ხვალ მაქვს მშენებლებთან შეხვედრა 80-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და მცირე წვრილი, ასე ვთქვათ, ობიექტი გვაქვს. მათ შორის ისეთი მწვავე, სადაც ისე კანალიზაციის პრობლემაა, თქვათ სახურავის პრობლემაა, წყალსადენის პრობლემაა და ასე შემდეგ და ეს ანუ ამ ქალბატონის პრობლემა მოგვარდება. კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება, რაც ეხება საცხოვრებელ ფართის პრობლემას, ის კრიტერიუმების შესაბამისად ისინი მიიღებენ მონაწილეობას და შესაძლებლობის მიკროფონში თუ შეიძლება გადაწყვეტოს. იმ პირობებში თუ ამ ოროთახიანს დატოვებენ, შეიძლება მიიღონ სხვა. დიახ. ორი სტუდენტი მყავს, ერთი ღმად მოხუცებული. ფაქტიურად სამი ოჯახი ერთ ოჯახად გაგვაერთიანეს. ვართ თუ არა მოტყუებული? დიახ, თქვენ ხართ მოტყუებული. 7 სულზე არ უნდა მოეცათ ოროთახიანი და მით უმეტეს იმ მდგომარეობაში. ჩვენ ახლა ვისაც ვაძლევთ საცხოვრებელ ფართებს, ვაძლევთ სულადობის მიხედვით და არა იმის მიხედვით თუ რამდენი ოჯახი შეიძლება. და სამი საწოლი. 15 კვადრატული ერთ ადამიანს. თუ შეიძლება აქეთ გადააწოდოთ მიკროფონი. მეორე შეკითხვა ქალბატონი არის გვარა დაიდარაშვილი, ვიცი მე ეს ისტორია, ჩვენ მანამდესაც შევხვდით ერთმანეთს. აქ საკითხი ასეთია, მათ მიიღეს ორი კომპენსაცია, ანუ ორ ოჯახზე $10,000 და დაობენ სასამართლოში, რომ მიიღონ მესამე. ეს დავა დაწყებულია 2009 წლიდან. სამწუხაროდ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. ბარდაველიძე, რომელიც მანახსენ, ეს არის სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი და ის იცავს იმ პოზიციას, რომელიც მიაჩნია სწორი. რასაც გადაწყვეტ სასამართლო, ჩვენ იმ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, აღვასრულებთ. მაგრამ ერთი მინდა გავმარტო, რომ საცხოვრებელი ფართი დევნილობის პირობებში ან და ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, ეს არ არის დაკარგული ქონების საფასური კომპენსაცია. დაკარგული ქონება უძრავი დარჩენილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს არის სხვა თემა, რესტიტუციის საკითხი, რომელზედაც ასევე მუშაობს სამინისტრო და წარმატების შემთხვევაში ცალკე საკითხად იქნება განხილული. გისმენთ თქვენ და შემდეგ თქვენ და გამოვეხმაურო იმ ქალბატონს, რომელმაც ახსენა, რომ 2 წლის განმავლობაში ის ასწავლიდა ქართულ ენას, წერა-კითხვას. ესე განაცხადეთ თქვენ აფხაზეთში. თქვენ ხართ საამაყო ქალბატონო. არსებობენ ჩვენს სამშობლოში ისეთი დევნილები, რომელიც დღეს არ ზიან, აქ არ არიან და მე მინდა მათი სახელით თქვა ეს ყველაფერი. ბატონო დავით, მე თქვენ მოგმართავთ პირადად, რომ ვინც აქ ვერ მოვიდა, ვინც ვერ გამოხატა ეს მკვეთრად თავისანთი პრობლემების შესახებ, მოდი ჩვენ თავად მივიდეთ მათთან. ჩვენ ვესაუბროთ მათ პრობლემებზე. მე არა ვარ პირადად დევნილი, ვიტყვი ამას. მაგრამ არანაკლებად მტკივა დამიჯერეთ თქვენს გვერდით ვარ. აი, ანტიპოდების სახელით, სტუდენტური მოძრაობა ანტიპოდების სახელით თქვენს გვერდით ვდგავარ. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით, მაგრამ არის მიზის გვერდით. მაგით, მიზის გვერდით ჩემი მეგობარი, რომელიც არის სოხუმიდან და ასე ერთი კითხვა მინდა დავსვა. ადამიანებს რომელსაც დაკანონებული აქვთ და რატომღაც ასე ჩამოვიდნენ ან ნათესავები ყავდათ და ბინა აქვთ, მაგრამ აქვთ ძალიან სხვა დიდი პრობლემები. მესმის რომ პირველ რიგში იმათ უნდა დავეხმაროთ, ვისაც არ აქვს, მაგრამ მაგათ მიმართ რა იქნება გატარებული და როდის დადგება დღის წესრიგში, რომ მაგათვისაც და რა დახმარება იქნება მათთვის გაწეული. ვისაც დაკანონებული აქვს? არა, ვისაც დაკანონებული აქვს, მაგრამ სხვა პრობლემები არის, ასევე ძალიან ბევრი და მეს დიახ, სოციალური ხასიათის. ეხლა მესმის რომ პირველ ეტაპზე ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ როდის იქნება და რამდენ ხანში მოხდება ეს, რომ მათაც რაღაც დახმარება გავუწიოთ? ამ რაღაცა შეკითხვები გავაერთიანოთ, ბატონ დავით, გისმენთ? ბატონ დავით, თუ შეიძლება, რომ შეხვედრა დამინიშნოთ, როდის მოვიდა, რომელ დღეს? კი ბატონო, თუ ხვალცალიათ, ხვალვე მობზანდით. კი ბატონო. ასე თუ შეიძლება გადმოაწოდოთ 11-ის ნახევარზე. 11-ზე დიდი მადლობა. გადმოაწოდოთ, ბევრი დრო არ დაგვშა ქალბატონო, ვისაც არ ქონდა შესაძლებლობა, თუ შეიძლება იმად გადააწოდოთ.
მოგესალმებით, ჩვენ ვართ კოდის დევნილები. მოგეხსენებათ ბატონო დავით, კოდის დასახლებაში ვცხოვრობთ 450 ოჯახი. ჩასახლებისთანავე ჩვენ დაგვირიგდა 50 მიასედი ნაკვეთები, რომელიც დღემდე არის დაუმუშავებელი. დაუმუშავებელია იმის გამო, რომ არ არის სარწყავი არხები. გვინდა რომ როგორღაც მთავრობას მივაწვდინოთ ხმა, რომ გაგვიკეთდეს სარწყავი არხი, რომ ის ჩვენ თვითონ შევძლოთ მისი დამუშავება და ჩვენ თვითონ რამენაირად შეიძლება აქ ამ ქალბატონს თუ შეიძლება მას არ ქონდა შესაძლებლობა. მოგესალმებით. მე ვარ აფხაზეთიდან, ქალაქ სოხუმიდან. მე ჩამოვედი, ნახევარი წელია რაც ჩამოვედი. ვერ ვაკეთებ დევნილის სტატუსს. იმიტომ რომ ჩემ არ გამაჩნია არც ერთი საბუთი. ახლა განცხადება დავწერე 11-ში დაბარებული ვარ იუსტიციის სამინისტროში. ნახოთ შეიძლება აღმოდგინონ ჩემი დაბადების მოწმობა. ამის გარდა მე მაქვს ჩემი შვილის დაბადების მოწმობა, სადაც დედა ვარ იმისი იქიდან მოწმეებიც მყავს. აფხაზეთში ვიყავი ბოლო დღემდე მუშაობდი შარტავას აპარატში. ამი რაზე ვლაპარაკობ ამას შეკითხვა კი, მაგრამ რომ მე საერთოდ ვარ აფხაზეთიდან. ეხლა მე ესე იგი ეს წელები ვიყავი მოსკოვში, მივიღე მოქალაქეობა იქაური, მაგრამ იქაური მოქალაქეობა მივიღე და ჩაწერილი ვარ, ისე გამიკეთეს. ეს ახლა ახალი მე მგონი გასაკვირი არავისთვის არ არის, ბიუროკრატია ჩემი მოგონილი არ არის. ვითომ 1988 წლიდან ვარ ჩაწერილი ქალაქ ივანოვში. შეკითხვა თუ გაქვს? შეკითხვა ის არის, რომ შეიძლება საბუთები არ მაქვს ამის გარდა სტატუსი რომ მივიღო რა გავაკეთო. გასაგებია, ბატონ დავით, თუ გაქვთ ამ შეკითხვებზე პასუხი და შემდეგ მე მაქვს ერთი შეკითხვა და უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ რომ მეტი არ გვაქვს. გოგონას შეკითხვაზე პასუხი როდის დადგება ის დრო, როცა სხვა პრობლემებიც მოგვარდება და კოდის საკითხს მიწებთან დაკავშირებით გავაერთიანებდი და უპასუხებ, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს დადგება ძალიან მალე, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამოკიდებული, არ იქნება დევნილთა სამინისტროზე, ეს ზოგადად მთავრობის საკითხია და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის თემაა. უახლოესი მომავალი წელი, შემდეგი წლები აშკარა იქნება ეკონომიკური წინსვლა ქვეყანაში, სამუშაო ადგილების შექმნა და თქვენ და სხვას, ვისაც სხვადასხვა პრობლემები აქვთ, დღეს რომ გქონდეთ სამუშაო ადგილი, სოლიდური მისაღები შემოსავალი, ის პრობლემები, რომელზედაც დღეს აქ საუბარია, არ იქნება იმ პრობლემებზე საუბარი არ იქნებოდა. რაც ეხება სტატუსს, არა საქართველოს მოქალაქეს ჩვენ დევნილის სტატუსს ვერ მივანიჭებთ. თუ თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმისათვის რომ მიენიჭოს სტატუსი პიროვნებას, მან უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, სადაც აღნიშნული იქნება რომ ეს გაცემული აფხაზეთის ასე ვთქვათ, სადაც აღნიშნული იქნება რომ აფხაზეთის ტერიტორიული ერთეულებიდან არის ეს ქალბატონი და ცნობ ბატონი ზოგადად პიროვნება და ცნობა რომ ის მუდმივად ცხოვრობდა, რომელსაც გასცემენ გასაგებია ბატონ დავით შეკითხვა მაქვს ეს არის ბოლო ჩვენ სტატუსს მივანიჭებთ გასაგებია ბოლო შეკითხვა მაქვს ანუ ჩვენ ამის შესახებ ერთხელ რადიო ეთერშიც ვისაუბრეთ ვინ იქნება მომავალში დევნილი და ვინ არ იქნება როგორ მოხდება სტატუსის მინიჭება თქვა შემდგომი თაობისთვის და ასე შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა სიცხადე შევიტანოთ და დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ესე იგი საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა დასვით დღეს მიმდინარეობს სტატუსის მინიჭება, ისე როგორც ქალბატონმა აღნიშნა, არის კატეგორია, რომელსაც 20 წლის მანძილზე არ ქონია სტატუსი, დღეს მოდიან და ითხოვენ სტატუსის მინიჭებას და იმ შემთხვევაში თუ ისინი ადასტურებენ პირობებს, რომელზედაც მე ვისაუბრე, მათ მიენიჭებათ სტატუსი, მაგრამ კითხვაზე 20 წლის მანძილზე რატომ არ დაინტერესდნენ და აქამდე რატომ არ მიიღეს სტატუსი არის შემდეგი პასუხები ზოგი ამბობს რომ არ ვიყავი მე საქართველოში ზოგი პასუხობს რომ აზრი არ ქონდა ჩემთვის და მას შემდეგ რაც ჩვენ განვაცხადეთ იმის თაობაზე რომ ვაწარმოებთ ახალ მშენებლობებს და შევეცდებით უახლოეს წლებში და ჩვენ საარჩევნო
ვადაში რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ოჯახები საცხოვრებელი ფართებით, ამან გამოიწვია გარკვეული დაინტერესება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მხრიდან სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე დევნილის სტატუსი დღეისათვის ენიჭება ყველა ახალ მშობელს, რომელსაც თუნდაც ერთი მშობელი ყავს დევნილი. და რიცხვი საშუალო თვეში არის ახალშობილებისა 400. საიდანაც 70-დან 80%-მდე არის ისეთი ახალშობილები, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ყავს დევნილი. და არის ძალიან ბევრი მაგალითი, მე ეს ხშირად მომყავს და ეხლაც ვიტყვი, მაგალითად დევნილი პირობითად სოხუმიდან გოგონა გათხოვდა თქვათ კახეთში, იმერეთში, რაჭაში ან სხვა საქართველოს კუთხეში არადევნილზე, რომელსაც აქვს ქონება, საკუთრება, თქვათ ორსართულიანი სახლი, საკარმიდამო, ვენახი, მანქანა და ასე შემდეგ. გაჩნდნენ ბავშვები 90, 14, 15, 16 წლები. ყველა ბავშვი გახდა დევნილი. გავიდა ეს დრო, რაც გავიდა დღემდე და უკვე ამ ბავშვებს აქვს ის ასაკი, რომ ისინი თავის მხრივ ოჯახდებიან და დიდი ალბათობით თქვათ კახეთში ან იმერეთში ან საქართველოს სხვა კუთხეში დაოჯახებული ესა გაზრდილი ახალგაზრდა დიდი ალბათობით ქორწინება ისევ არადევნილზე და მათი შვილებიც არიან უკვე არადევნილები და დღეს ეს ღებულობს რაღაც გონივრულობიდან ცოტა შორს ასე ვთქვათ სიტუაციის. ეს პოლიტიკა შეიცვლება როგორც ვთქვი. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი აუცილებლად არის განსახილველი საკითხი. ჩვენი ხედვა არის რომ მთელი ქვეყანა დევნილის სტატუსით არ უნდა სარგებლობდეს და დევნილის პრობლემებში არ უნდა ეფლობოდეს. ჩვენ დაბრუნების უამრავი ვალდებულება გვაქვს, სიყვარული, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ და მხოლოდ ის თემა რომ თუ სტატუსი აქვს და ასეთ შემთხვევაში არის ის ასე ვთქვათ დამბრუნებელი, ჩემი ხედვით ეს სწორი არ არის და იმ შემთხვევაში როცა ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვი სამწუხაროდ ცირდება, არიზდება, ამ დროს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება დევნილის სტატუსის მატარებელთა რიცხვი. გარდა ამისა, აქ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც არ ცხოვრობდა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაინც მოახერხა დევნილის სტატუსის მოპოვება, მათი შვილები და შვილიშვილები. ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ იმ წირ შესაძლებლობებში ანუ დევნილების რაოდენობა არ გაიზრდება ამ მეთოდის მიხედვით. ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გაიზარდოს დაუშვათ მეოთხე თაობის ნახევრად დევნილით კიდე დევნილი აღარ უნდა იყოს. კარგი, გასაგებია, ჩვენი დრო თუმცა როგორც გითხარით, ეს გადაწყვეტილი საკითხი არ არის, ეს არის გასახილველი და შემდეგაც შეგეძლიათ ქალბატონო თქვათ, იმიტომ ამოიწურა საეთერო დროს აქვს თავის კანონები, მე უბრალოდ მინდა ორი თხოვნა არის თქვენთან, ერთი რომ სასტუმრო უშბაში თბილისში 1993 წლიდან ცხოვრობდა, გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, არ ვიცი დაკანონებას ვექვემდებარებით თუ გამოსახლებას და თუ გამოსახლებას როდისო და სხვა პრობლემებიც არის ჩამოთვლილი და გთხოვენ რომ ამ საკითხს მიაქციოთ ყურადღება და ასევე უშბას საკითხს ბაბუცაძის 12 ნომერში ცხოვრები, დევნილები, მათი პრობლემების მოგვარებას თხოვენ დაჟინებით გთხოვდნენ წერდნენ, ამიტომ ქუჩისას უპასუხებ, იმიტომ რომ ნამდვილად წავი ეს საკითხი ბაბუცაძის ქუჩაზე ნახევარში ჩვენ წლევანდელი წლის თებერვლის თვეში შევასახლეთ 20 ოჯახი და პირველ ნახევარში იქ არის ძველი ასე ვთქვათ 20 წლის მაცხოვრებელი დევნილები, რომელთა საცხოვრებელი პირობები არის ძალიან მძიმე, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს დაკანონებული აქვს, ნაწილს არ აქვს დაკანონებული, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთნაირ პირობებში რომ ყოფილიყვნენ, მათაც მოუგვაროთ ეს საცხოვრებელი პირობები, დასრულდა საპროექტო სამუშაოები, დასრულდა სატენდერო პროცედურები, გამოვლენილია კომპანია, რომელმაც დაიწყო უკვე სამშენებლო სამუშაოები და მინიმუმ წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს ეს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მოხვედით. ინტერაქტივი შედეგს შევაჯამებთ. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შენელება? ეს იყო გადაცემის დასაწყისში დასმული შეკითხვა. კოაბიტაციამ და ხელის შეშლამ, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი აცხადებს და 72% ხმების სწორედ ამ პასუხმა მიიღო ჩვენს ინტერაქტივში, მთავრობის პოლიტიკამ 24% და სხვა ობიექტურმა მიზეზებმა 4%. მე ძალიან მიხარია რომ ეს შეხვედრა შედგა და შედგა დღეს აქ ამ სტუდიაში. დიდი მადლობა ბატონ დავით არახველიძეს და დიდი მადლობა დევნილებს, რომლებიც იყვნენ ამ სტუდიაში და სვამდნენ შეკითხვას. მომავალ პარასკევამდე.